ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის გონებას ხმით კითხულობს და შემდეგ შიფრავს. ისევე როგორც თითოეულ ადამიანს გააჩნია უნიკალური გენეტიკური კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის ფიზიკურ მახასიათებლებს. BTO-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ჰუმანოს სისტემა ავლენს ადამიანის უნიკალურ ფსიქოლოგიურ კოდს, ჰუმანოს ინდექსს. ეს კოდი ასახავს ინდივიდის ემოციურ რეაქციებს, კომუნიკაციის ფორმას, ქცევის ლოგიკას, ფიქრის სტილს და იმ შინაგან ოპერაციულ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოქმედებს. ინოვაციური პროდუქტი შეიქმნა BTO AI-ის პლატფორმაზე, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიის ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტთა კომპეტენციას. ასევე კვლევის პირველ ეტაპზე გაანალიზდა 500 ინდივიდუალური кейსი და ხმოვანი ჩანაწერი. მეორე ეტაპზე კი ჩართული იყო უკვე 1200 რესპონდენტი, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა მასშტაბის ზრდას და შედარებით ანალიზსაც. ჰუმანოს OS-ის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები უკვე განთავსებული არის ევროპის წამყვან რეპოზიტორ ბაზებშიც. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. წარმოვადგინეთ სრულიად უნიკალური, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა, რომ გარდა გენეტიკური კოდისა არსებობს ფსიქოლოგიური კოდი. ვაჩვენეთ ეს როგორც კვლევით მაგალითებზე, ისე კონკრეტულ მაგალითებზე, როგორ მუშაობს, როგორ იკითხება ფსიქოლოგიური კუთხე, როგორ კითხულობს ადამიანის აბსოლუტურად მის ქცევას, ფიზიკურ, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებებს, ემოციებს და ასე შემდეგ. და ფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, მაგრამ ამასთან ერთად შეიცავს ბევრ რისკებს და ამიტომ ძალიან აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე უკვე შემოვიღებთ მათთან ერთად რეგულაციას, ანუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიისგან თავისთავად ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი გავრცელება და ის ხელმოსაწვდომი უკვე გახდება იმ სფეროს სპეციალისტებთან, რომელიც შესაბამის ცოდნას და განათლებას მიიღებენ ამ ტექნოლოგიის. ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში არის საბაკალავრო პროგრამა, რომელზეც ჩარიცხული სტუდენტებიც დაეუფლებიან და ისწავლიან HumanOS-ის სისტემის გამოყენებას. ეს არის ინოვაციური ციფრული პროდუქტი, რომელიც დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და სპეციალური მოდელით, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შემუშავდა, განახორციელონ თავისი პროფესიული საქმიანობა. წარდგენილი პროექტი ნამდვილად უნიკალურია იმ კუთხით, რომ ინოვაციურ გზას გვთავაზობს შევისწავლოთ ფსიქოლოგიაში არსებული საკითხები და შინაარსები. ეს პროექტი რეალურად საშუალებას იძლევა დაწყებული ინდივიდიდან დამთავრებული კულტურებით ვიპოვოთ მსგავსებები და განსხვავებები და ის საკითხები შევისწავლოთ და გამოვეკვლიოთ, რომელიც შეუძლებელი იყო უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე დაგვაიდენტიფიცირებინა. რაც უნდა ითქვას ამ პროექტზე, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს პროექტი არ არის სადიაგნოსტიკო, ეს არის კვლევითი საქმიანობისთვის.